გულისათვის გვაპატიეთ რომ აი ესე უთენიათ აგირღვიეთ ძილე. მოგძალი? ოთახს ხომ არ აქირავებთ? არა იცით მე მხოლოდ ეს ერთი ოთახი მაქვს. ის რომ ვერ დავეტევით. არა უშავს იცით. ჩვენ ეს ერთი კუთხეც გვეყოფა. სულ რამდენიმე დღე და სასტუმროში გადავალთ საცხოვრებლად. ძალიან მეუხერხულება თქვენი ვართ გასწრება, მაგრამ ხომ ხედავთ პირობები არ აქვს. ვერ დავეტევით. მამა გამოვიდა. და შენ კარდა წამწალებს სული როგორ უდგას პირში. ამალი ხომ არ გაქვთ. ეგების აქში გავარდეთ.
ზარს ვერ დააყენებთ. შეტევის შემდეგ იცის ხოლმე ესე მკვდარივით მივართ. დახუჯებს თვალებს და მეშინია ცილში არ გაიბაროს. ხათუნა. შორიდან მოგძანდებით ალბათ. არა. რა თქვენთი სამაზრენი. ნიშნა პაპა. ზაბოთი შეჩვენ გაქვს რომ ესე. არა, რა ხენით, ბერიქით. ალბათ ეს ეს შავი მონახაზია. რომ გადავათეთრებ, მერე აუცილებლად წაგაკეთებ. შეცდომებს თავიდანვე უნდა გასწორებ. როზე გარეცხე ბაზარი ღია თბილისის ხამზე ძვირად იყიდება. არ გინდა ამ სიცხეში წვანილის გაყიდვა. საჭმელი არაფერია. აი ეს ჩემი ძმა გახლავთ. მაზე რომ არაფერი გითქვამთ. მე ადგილიც არ მაქვს, ვერ დავეტევი. არა უშევს. აივანზე დაწვება, მე ჩაოლია ძალიან. მურმან! 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 აი ეს ჩვენი მასპინძელია. ამირანი. ამირანი, ამირანი. 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 იქნებ ბაზარში ჩემს მაგივრად გახვიდე ბიჭო. წილს მოგზე. როგორ მიბედავთ? როგორ მიბედავთ? რა გახვიდეს ბიჭო? როცა გელაპარაკები ფეხზე უნდა იდგე. აბაზია ჩემო ბატონო.
დაუცრელი არაფერი ესმის ორიძებული ყოფილიო. უცარა. რა შეგოდიშები, გოგო? ვერ ხედავ ზემოდან გიყურებს. მე უბრალო კაცი ვარ, მაგრამ ყვირილს და მასრა დაგნებას არავის შევარჩენი წოდე. მოიხსენე. კალამაზდი. ერთი შევხედეთ ვარა არ მომეწონა. რაღაც უცხოა. ციხარი აკრია, ეგ ჩვენი მოდგმის არ უნდა იყოს. ცოლად თუ მომიყვანს, ჩვენიც გახდება. აბრძანეთ? გავიხუმრე რა თქმა უნდა. ამირა. ფინაში მარტო ხარ ჩაწერილი. გავიგანებ გოგო. ვერ ხედავ ფიქრობს. ამაგებინეთ, ვინ ახართ? რა გინდა ჩემგან? შენი ბედნიერება. ჩვენი ცხოვრება უნდა გასწავლოთ. სწორ გზაზე უნდა დაგაყიდოთ. მეტი ფხამ უნდა გამოიჩინა, ბიჭო, უფრო მოქნილი უნდა გახდე. გაეთრიეთ აქედან. გაეთრიეთ აქედან. თავისას არიშლის ისე ძველ სტილში აზროვნებს. მიშველეთ. მიშველეთ! მოხტარამ. გაგაფრთხილებული სახე გაქვს. სად არის? ვი? ისინი წუთის უკან აქ იყვნენ. ყველაფერი ამის ბრალია. ბევრს მუშაობდა გადაიღალ. შენ კი წარმოგიდგენია რა საშინელებაა, როცა ყოველი ჭუჭრუტანიდან მოძვრებიან, ვერ აკავებ და სულით ხორცამდე კიპყრობე. ზედმეტად მგრძნობია ეხა. გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო ყველაფერი. რა? სხვებთან ერთად საკუთარი თავის მოვატყო, არაფერი შევიმჩნიო, ნიღაბი ავიფარო. ზედმეტად უკანისწრი ყველაფერს. ადამიანი თვითონ ხვართავს იმ აბლაბუდას ეშდაც ეხო. თვითონ ახარ დამნაშავე იმაში რაც გემართება. რადგან ბედი ხასიათია და აგური რომელიც თავში გეცემა, შენივე მერყეობითა და ეჭვით არის სახურავიდან ჩამოვარდნილი. არა, ისინი სრულად შემთხვევით მომადგნენ. შემთხვევითობაც ის იერარქია, რითაც განგება გჯის. აბა ერთი მე გამიბედონ რამე. ნახოთ რას გახდებია. შენი დროც მოვა. ისინი ისე დაგიპყრობენ. ისე რომ ხანძრებას ვერ მოასწრებ. ერთი გამიბედონ რამე სულ კუდი თქვას ვასროლინებ. დედაბუდიანად ამოვზვიდო. მე ძლიერი პიროვნება ვარ. ჩემთან არც სემლი გავა და არც მუშტი. კაცი თუ ხარ საკუთარ თავს უნდა აჯობო. ეჭვი და სიბრალული გულიდან უნდა მოიგდო. არითმია. სიცხეც მომატებულია. ეს ვირუსია. ბაზრიდან შემოჭრილი ვირუსი. მთელ ქალაქსაა მოდებული. შენი სიმპტომებიც ემთხვევა. ეს უმიზეზო მოუსვენრობა და ყოვლის წამლეკავის სტუმრის მოლოდინი. ისინი აქ არიან და გვემალებიან. რა კარავენ არ არის? სანამ მე აქ ვარ, ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიბედავს. მაჯერა მაინც გამოვაღე და ოთახი გაანიერა. ისედაც დამძიმებულია, ჰაი. 1000 სისულელე მოგივა თავში. მე აქ ვიქნები და თუ რამე მოხდა, დამიბრახო.
შმაკი ხარ როგორ მიპოვე? მეც ვიცოდი. ასრი არ აქვს ბიჭო. ის შენზე უარეს დღეშია. ამაგებინეთ. სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ძალადობა? სანამ გონს არ მოხვალ. სისურელეებს არ დაანებებ. და მე სარფიან საქმეს არ მოგიდებ ხელს. გეყოფა. ცოტა დაგვაცალეთ. გამოცდებს ჩავაბარებთ ინსტიტუტში მოვეწყობით და სიკვდილამდე თქვენი ერთგულები ვიქნებით. არა, თუ ფული გვეყო. ამ მწვანილი ჩვენ კი არა მთელი სოფელი ჩააბარებს. კარგად გაყიდით, დროზე ჩააბარებთ. ესემულის ბაშკაცი გახლავთ, ჩემი ბიძაშვილი. დედამისი ჭრაკების კურსებზე დადის და სახლში დამტოვებელი არავინ ახტავს. ხო, ღირსეული მემკვიდრე გეზრდება. ისე მართალს ძანი. ბავშვი რომ მთელი დღის განმავლობაში ერთ ბანეთს არ შემოიტან, სახლში იმის რა იმედი უნდა ჰქონდეს მშობლებს. იდეა მომივიდა. ესენი სათბურებად გადავაკეთოთ. რა? არ მოგწონს? ეს ბოსტანი, ბიჭო, შევოსავალთ მოგწევს. წელსი გაიმართები, კაცად იგრძნობ თავს. ვიზრედუნდა, სამსე თავი თუ ჯიბეც არ იგეგნება, ბიჭო. მე მაგჯგოზე არასოდეს დავდგები. არ დავდგები და მონად გაჭიდი, მონად. რატო გოგო შვერიერი საქონელია? კალამი უჭრის ახალგაზრდა. კბილები საღი აქვს. ამაში მოგობა ფულტოს თემეინონა. აგინდა წენდა. ას მე მართლეს. ისევ გარეკა. მეთოდი არ გივარ გამურმან.
დავიცნოთ ერთმანეთი. თემური. გვიბრასდებით. ამ გრილ ერთ ოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობთ. ჩვენ კი მუშაობის ელემენტარული პირობები არ აქვს. დისერტაცია ვერ დამიმთავრებია. სასტუმროში გადავით. არ სადაც არ გადავალთ. აქ გავიდგა ფერჩად და ნახოთ ერთი ვის დარჩება მდოლიშველი. ან ჩემი ჩირკვლებ გადიდებული ბავშვი, ან მე ქალაქში ჩამოსული ომის ინვალიდი. უმჯობესია დამშვიდეთ და სავით აგვიდოთ. ადგილი ყველას გვეყოფა. შევიწროვდებით. მერე ისევ გავპარდოვდებით და მესობელ ბინებსაც დავიკავებთ. აი იქ, სათბური გვინდა ავაწყოთ. სამთავრზე მხოლოდ კიტრი და პამიდორი გვექნება. ყვავილი უფრო მომგებიანია. დავწურმანდებით. რაშ დაბრძილებაში უნდა შექმნეს მასპინძელ ჩვენზე. ალექსების წერას, როცა ბინა გაქვს და ოჯახი არ გაწუხებს. მაგრამ თუ ცოლ-შვილი შიმშილით გიკვდება, ყველაფერზე წახვალ. თქვენ გონიათ, ამათ ეხალისებად ბაზარში დგომა. ან მე ქალაქში ხედიალი. დისერტაციას ვერ დავიცავ. ოჯახს ფეხზე ვერ დავაყენებ. შეიძლება მითხრათ, რას ეხება თქვენ დისერტაცია? ადამიანთა გაბედნიერების ეკონომიკურ საფუძველს. რა საინტერესოა. დისერტაციის მასალის შესაკვირვებლად მთელ მსოფლიოში მომიხდა მოგზაურობა. სადარ ვიყავი? ინდოეთშიაც კი, სადაც მოსახლეობის წარმოუდგენელი სიმჭიდროვეა. აი, ასეთ ბინაში 900-ზე ნაკლებს ვერ ნახავ. ესე იგი სამი სული გვაკლია? ახლა დავრეკავ და მოვიყვან. ბევრი მტერიც გამომიჩნდა. ზოგი იმასაც იმაპალებდა. სხვისი იდეები მიითვისაო. ნახევარზე მეტი გადაიწერაო. არა, რა თქმა უნდა, ის რომ ადამიანი მტაცებელია, არაა ჩემი აღმოჩენა. მაგრამ მე ეს იდეა ახლებურად გავაშუქე და გამოვიტანე დასკვნა, რომ ადამიანი ბედნიერია მხოლოდ ორ შემთხვევაში. პირველი, როცა ბრძანებლობს და მეორე, როცა ემონება. მეც მაგას უნერგავ.
მაგრამ სიტყვით კი არა, მუშტით ვერ შევასმიდე ვერაფერი. ზემა როგორ შეიძლება? ზემა როგორ შეიძლება? ველურები ხომ არა ვართ. მაგალითი უნდა მივცეთ. თვითონ უნდა ირწმუნოს ჩვენი უპირატესობა. დღეს მოდაში აღარ არის თავის მოჭრა, ძალადობა, სახლკარის სამობუქო და სხვა ამგვარი რიტუალები. ეკონომიკა, ფული, ის იარაღი, რითაც შეიძლება ადამიანის გაბედნიერება. ბავშვობაში მახსოვს გავიღვიძე და თოვლი დავლამდე. თეთრი იყო ეზო, ქუჩა, თაწმინდა. გაუგებარმა სიხარულმა შემეპყრო, არ ვიცი რა დამემართა. მაგრამ რაღაც მიხაროდა. ალბათ ის რომ ვარსებობდი და ამ თვალის მომჭრელ სითეთრეს ვუმსერდი, რომელმაც ჩვეულებრივი და 1000 ჯერ ნანახი სასწაულად აქცია. იცით, არასოდეს დამიწერია ამ სითეთრეზე, იმიტომ რომ გრძნობდი, სიტყვით მიუღწეველია ეს სასწაული, ჩემი ბედნიერების და სიხარულის სათავე. ალბათ ეს იყო ბედნიერების წამი. უსახელო დღეთა რიგიდან ამოგდებული და მეხსიერებაში ცოცხლად დარჩენილი. არამეცნიერული მიდგომაა საკითხისადმი. ახალგაზრდობაში მეც შენნაირი მეოცნები ვიყავი, მაგრამ ცხოვრებამ რეალისტიკა მხატა. ხელშესახები და ნახტი კერჩივნოს სასწაულის ძებნას. ჭკუასაც მარიგებთ, თელებინა დაიკავეთ. ყოველი კუთხიდან თქვენი აკუთებული ბოხჩების და მწვანელი სუნი მცემს. ჩემს სულშია წაფათურებთ ხილებს. ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ რა შუაში ვართ? ადამიანს ზოგჯერ ეჩვენება, რომ არ უნდა ის, რისკენაც გულით მიისწრაფვის. შენ თვითონ ვერ აგრძნობ ისე მოისწრაფვი ჩვენსკენ. ესე რომ არ იყოს, რატომ დაგვიწყებდი ძებნას? არა ძალა გადგა სამზარეულოში რომ შემოიხედე და გარეთ გამომართლე. ალბათ მოეწო. სიყვარული რას არ ჩაადენინებს კაცს. იაფად არის შოუნება შენის თანავარდი. ბედნიერი იქნება ის, ვისაც შენი არჩევანი შეჭირდება. დავინახე თუ არა, შემიყვარდა. დავგრძნობ, რომ არც ის არის გულგრილი ჩემს მიმართ. ჯერ სრულ ჭკუაზე ვარ, ესე რომ საღაც შემეძლია შევაფასო ჩემი გრძნობები. შვილი მაინც არ გინდა. შენი სისხლი და ხორცი. ხარისით რომ აავსებს ამკეთლებს. სევდა გულიდან გადაგეყრება. მზე გამოანათებს შენს ლეგში.
ბებია ჩემს თუ დავემკვანე 9 შულზე ნაკლებს არ გავაჩენ ნორცა ჩემს ბინაში შემოჭრის უფლება თავის ეგიჭირებ თითქოს აკავრობის ბატონ პატრონები იყვეთ ამოთაც წლების მანძილზე ჩემს გემოზე ვატყობდი აქ ყოველი ნივთი ყოველი სურათი რაღაც მოგონება ხანწარი ხანტკბილი გამაგებინეთ ვინახავთ რა გინდა ჩემგან ჩვენ შენი მეგობრები ვართ ბიჭო არაქსურს ცოლის შერთვა შენი ნება ჩვენ მოძალადენი არა ვართ მაგრამ რაც შეეხება შენს ლექსებს ის არა მხოლოდ ავტორის კუთვნილება და ჩვენ როგორც შენს მკითხველებს უფლება გვაქვს შესწორებები შევიტანოთ შიგ ეს უკვე პიროვნების ხელშეუხლებლობის დარღვევა თქვენ მოწმენი ბრძანდებით რომ მასპინცელი თავს დამესხა ამიტომ თავდაცვის მიზნით იძულებული ვარ უკიდურესონებს მივმართო შეიძლება გაგვექცეს და ზემოთ დაგვასმინოს მთელი ცხოვრების ნავაჭი და ნამაგარი ოხრა დაგვჭირდა ცოტა კიდევ მოცარდა ცოტა კიდევ დამაცა ამიტომ სამუდამო სარდაფში ჩავსვათ ტელევიზორს დავუდგამთ სასმელს საჭმელს არ მოაგრებ სხვა რაღა უნდა ღვავი დადაბარებით რომ ავავსებს სპინას მაშინ ოპტიმისტიც გახდება და ირწმუნებს ჩვენს ძალასა და სიკეთეს ისი გამოჯამრთელება იქნება ჩემი თეორიის კიდევ ერთი დადასტურება და ამასაც საფუძველს დისერტაციასაც დავაცას ნუნტანჯო გულწრფელი არ ახარ ჩვენთან ყოფნა გინდა ოღონდ საკუთარ თავს არ უტყდები განა შეიძლება რომ ჩვენ ცალ-ცალკე ვიყოთ მეც ხომ შენნაირი შემოქმედი ვარ ცოტა მერიდება ამისი თქმა საერთოდ მეჯავრება მსგავსი რაღაცეები მაგრამ იქნებ რომელიმე ლექსი მომყიდო გინდა ნახტანგარიშზე გინდა ნატურით ხალხს აღარ დაკადებ შენი რომ გიყო სტრიქონ გავვიდდი უფრო ძირს ავიღებდი ვიდა ჩემი კარგი ლექსებისთვის არაფერს დაიშურებს ეს ვერ დაიცავს ენას მოგაჭრე
ხუმრობა რა? მე კი ასეთი ხუმრობა არ მიყვარს. Რაღან მეგობრულად გელაპარაკები, თავზე კი არ უნდა დამაჩდე. შენ ახალგაზრდა ხარ და შენი სიტყვა გონებას წინ უსწრებს. ნათქვამს დაუფიქრდი. ასჯერ გასომე და ერთხელ გასჭერი. რა შებოდიშებით? აირჩიე, რომელიც გინდა. წარდმევა არაა ჩემი მეთოდი. თან ავტორად მაინც გავიყვან. ათლობის მეტი რა მეთქიმეს. შენ სახში იყო უსებო გარჯულები. მოდით. თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. მოვაწესრიგოთ და მეცნიერულ დონეზე დავაყენოთ ჩვენი ურთიერთობა. ოჯახის მთელი შემოსავალი აღვწეროთ. არც ერთი კაფიკი რომ არ დაგვეკარგოს. შენ იცი, მარტო ჩემს ცხენს რამდენი ქერი სჭირდება. წესრიგს რომ დავამყარებთ, ეკონომიაც გამოგვივა. ახლა კი ვისაც რომ მოიხასიათება იმას აკეთებს. ეს დაუშვებელია. მოგინდა საჭირო ოთახში შესვლა, დაწერე განცხადება. მურმანი ხელს მოგიწევს, ხათუნა ბეჭებს დაგიწყავს და მიბრძანდება. ოქროს სიტყვებია. და საერთოდ დროა ჩვენს ოჯახში. წესრიგი დამყარდა. შავით გოგიშევია. რა? კარეთ გასვლას აკრძალული მაქვს. როგორ გეკადრებათ? როგორ გეკადრებათ? ჩვენი ოჯახის თითოეული წევრი თავისუფალია. ოღონდ ესენ კიდე უნდა შეავსოთ. მამა იღვიძებს. მამა იღვიძებს. მამა, ხაჭო გინდა მამა. მამა. ჩვენი უძლებელი მოდგმა დღეს თუ ხვალ მთელს ქვეყანას ეიბატონებს. იბატონებს. ჩვენ ავაგებთ საჰაერო ხომალდებს. ცისფერ სისხლიან ცას შევეშევით და ვარსკვლავებს დავიფხოლობთ. დავიბრობთ. ის რაც გუშინ ადამიანის მხოლოდ ოცნება იყო, ხვალ მოხმარების საგანი გახდება. ვილოცავთ გამარჯვებისათვის. აკვიატებული აზრებია. რა? მასპინძელმა უნდა ილოცოს? არ დაგავიწყდეს რომ შენ სტუმარი ხარ ამ სოფლისა. შენ ბერძენიერი ხარ, 什么？ რომ ჩვენს გამარჯვებას ეწევ. 什么？ შენ ბერძენიერი ხარ, რომ ჩვენს გამარჯვებას ეწევ. 什么？ რომ ჩვენს გამარჯვებას ეწევ. 什么？ 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 什么？
ჩვენი მოდგმა შემოქმნოსთან დაგებასთან შენ სამუდამო საფალს ჩიჯი დაუხლაფლაფია ვარაუდიდან სამოთხე საჩივარი მინდა შემოვიდა რა დროსია ჩვენ უკვე რამდენი ხანია დავამთავრეთ თქვენი საქმის გამოძიება გადავრჩები თავი ხელში უნდა აიყვანოთ პროვოკაციას არ უნდა აღვეთ მწვანელით მოვაჭრეებს დაუთმოთ ჩემი საყდარი რატომ მწვანელით ზოგიერთი მათგანი ფრიად სასარგებლო მოღვაწეობასაც ეწევა თქვენ გიჭამიათ კბილი ბამბა რა ბრძანეთ მოკლედ ძალიან რთული საქმეა აი კანონი ხაღადის უსაკარო მოქალაქე დღეღამის მანძილზე ბინაში დამკვიდრებული განუკითხავია მდგომარეობას ისიც ამძიმებსო თქვენი მდგმურები ხილბოსტნეული დამარაგებენ ბაზარს კი მაგრამ ლექსებს რაღაც ერჩიან ასე თავიანთ გემოზე რომ ჭირიან და კერავენ ეს უკვე ცილდება კოდექსის ფარგლებს ადამიანს ვერ გაასამართლებ ცუდი გემოვნებისათვის თქვენ თუ არ ავწდები წერალი ბრძანდებით არა აღარ ვიცი ვინა აი სწორედ ამიტომ გჭირდება თქვენ შეფასებელი ვით სახელს დაგარქმევთ და საკუთარ მიმდინარეობას მიგაკუთვნებთ აი როცა თქვენთვის განკუთვნილ უჯრაში მოგათავსებენ მაშინ უფრო იცნობთ საკუთარი შემოქმედების ფასს იცით ლექსი მწვანელი არ არის რომ დაახარისხო და სარფიანად გაგიდო ორიგინალური აზრია ორიგინალური აბარისთვის წერ არც არაფრისთვის იცით ლექსი თვითონ წარმოადგენს თავის აზრს რაცა შენ მეაქ რა პოეტივით მელაპარაკები დიდი ხანია ეგეთი აზრები გაწუხებს იცით ეს ჩემი აზრი არ გახლავთ მას ჯერ კიდევ თველები ქადაგებდნენ მოდი ახლა თავი დავანებოთ მაღალ ფარდოვან გამოთქმებს და მდგომარეობას საღად შევაფასოთ რომ ჩვენ წაგებული არ დავჭერთ როგორ მოიქცა ბედს უნდა შეურიგდე თქვენისთანაც ძვირფასი ექსპონატები თითოეულ რაღაც დაგვრჩა და მოდი თავს ტყუილ უბრალოდ ნუ გაიფუჭებ ფინის ნაწილი დაგვრჩება კი ხოდა თავი დაანებე ახლა ამ მდგმურებს ვითოდ სულ არ ყოფილიყეს ესე იგი თავი მოვიტყუო არაფერი შეიმჩნიო ნიღაბი ავიფარო აბა შენი ოჯახური ამები რა ქვეყანას გინდა მოსდო ერთმანეთს რომ ჭრილობებს უმალავთ არაფერს ვეუბნებით იმიტომაც ვიცლებით ცისხლისგან დღეს ჩვენ უნდა განვსაჯოთ მეტად უჩვეულო ამბავი ოჯახის ასე ვთქვათ შინაგანი ბრძოლის პროცესი ერთი შეხედვით პარადოქსული და სასაცილო მაგრამ თავისი არსით მეტად რთული და მნიშვნელოვანი საქმე მართალია ცოტა ძნელი ადამიანის სულში ხელის ფათური და იმის გამოფენა რასაც უმალავს საკუთარ თავს მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ პიროვნების ნეულის სულიდან ამოდის ის უხილავი ძაფი რომელიც აბლაბუდად ედება ჩვენს სინდის და პატიოსნებას ბატონებო თქვენს წინაშეა სტუმარ მასპინძლობის კიდევ ერთი სვერფლი თავისი რბილი ბუნების ხელგაშლილობის მიანიტობის და გულჩვილობის გამო ის ახლა კარდა იარება სწორედ მისი ხასიათია ის გაშაღები რომელიც გზას უხსნის კაცებს
საზიზღრობა ყველაფერი გასაგებია. დამფი შეგაცო ჩემ ადგილას. ბატონებო, სასამართლომ იმჯელა და გამოიტანა შემდეგი განაჩენი. მიენიჭოს სადავო ბინის 3/4 უსახკაროდ გმურებს. ხოლო აივანი და დედეფნის მარცხენა მხარე დარჩეს ძველ მობინადრეს. გარდა ამისა, ერთად ცხოვრების გაადვილების მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია ამირანის მივლინება იმ რაიონში, საიდანაც მისი მდგმურები არიან, რათა მან უკეთ გაიცნოს და შეისისხლოს თავისი ახალი ოჯახის წევრთა ჩვეულებები. ინას ხომ არ გააქირავებთ?